არ ნახული დიქტატურისკენ მივიდივართ, მეგობრებო, როგორც არ მოუფიქრებია არც ერთ თანამედროვე მოქმედ თუ უკვე გარდასულ ტირანს, თუ რეჟიმი არ აღიარე, 3 წელი ციხე გარანტირებული გვაქვს. ანუ ესე იგი გვეუბნებიან, რომ ჩვენ მივიტაცებთ ძალაუფლებას, გავაყალბებთ ყოველ არჩევნებს, შევიყვანთ მთავრობაში კობახიძეებს, პაპუაშვილებს, ჯაფარიძეებს, ჩიგოგიძეებს, წილოსანებს, რიმაბერიძეებს, ზარქუებს, იმათ რა ქვია, ყაველაშვილებს, ტალახაძეებს, პეტრიაშვილებს, სანიკიძეებს, ნუ ვინც არის მთელი ეს ბროდი, ხოლო თქვენ თუ არ აღიარებთ ამ არჩევნების შედეგს და შემდგომ უკვე პერმანენტულად ხელისუფლების კანონიერებას, უმაღლესობას და ლეგიტიმურობას, აი 3 წლიანი ციხე არის გარანტირებული. ასეთი ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანად. თავში აზრად არ მოსვლია ბოლშევიკებს და არც ირანს, ჩრდილო კორეას, ჩაუშესკოს, რუსეთს, სადამ ჰუსეინს, კადაფს, სტრესნერს, ბატისტას, პინოჩეტს არავის ამგვარი იდეა, რომ აუღიარებლობაზე რეჟიმის, თქვა, პოლიტიკური ინსტიტუტების ციხე დაეწესებია. ტროტუარზე დგომა ხო უკვე ციხით იჯება. უკვე ტროტუარზე დგომს, რომელსაც დაიჭერენ, შეეკითხებიან თქვენ აღიარებთ თუ არა ამ ხელისუფლების კანონიერებას. რა თქმა უნდა, ის კაცი იმიტომ იდგა ძირითადად ტროტუარზე, ის გადაუტოვეს ქუჩაში, ასევე ციხე დაუწესეს, რომ არ აღიარებს ხელისუფლების კანონიერებას და არჩევნების სამართლიანობას, ხო? არც ამას აღიარებ, აი ახლა გიმოტებთ კიდე 3 წელს. ანუ ვართ საოცრებათა ტრაგიკომიკურ თეატრში. დაამხელო გარისკეს და წავიდნენ უზნეობის, დიქტატურის, ზალადობის, ქიმიური არაღის გამოყენების გზაზე ერთხელ კი არა მრავალჯერ ჩაიდინეს უღმერთობა ამ სიტყვის სრული გაგებით, რადგან ერის წინააღმდეგ ბრძოლა არის უღმერთობის უმაღლესი კლასი. გამოცხადებული არიან ხორცმეტებად, შიგნით და მთელ მსოფლიოში. ამიტომ უნდათ რომ რაც შეიძლება მეტი სიმწარით დაამახსოვრო ხალხს თავი და ის კი არ იციან, რომ ეს ხალხი მერე ყველა იქნება მათ სასამართლოზე ბრალდებელი და ამ ხალხის რისხვით ისინი და მათი შთამომავლობა ამ დედამიწაზე თავისუფლად ვერ გაივლის. აი ამას რატო ვერ აცნობიერებენ, ეს ძალიან დამკვირვებელია მე პირადად.